გორის მუნიციპალიტეტის და ჩვენი ტურიზმის გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ინიციატივით ვაწყობთ პირველ ტურისტულ ბაზრობა გამოფენას. ჩვენ დღეს აქ სტუმრებს ვთავაზობთ ჩვენ ტურისტულ რესურსს მთლიანად, ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტულ რესურსს. იდეა ჩვენი ცენტრის დირექტორს, იდეების გენერატორს, ბატონ რობერტი მაღლაკელიძეს. და მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენთაგანს, ყველას, გორის მთლიან მუნიციპალიტეტს, ყველა სოფელს, სოფლის ყველა გამგებელს, ვინც დღეს აქ ბრძანდები და ვინც დღეს ვერ მოვიდა აქ, ყველას უღრმესი მადლობა, დღეს ძნელია, ყველა ჩამოვთვალო და დღევანდელი აი ამ პირველი ბაზრობის გახსნისათვის თხოვთ ბატონ დავით ონიაშვილს. გამარჯობა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა პირველ რიგში კიდევ ამასთან ერთად დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ გიორგი ჩოგოვაძეს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ვინაიდან სწორედ ამ უწყების და ბატონი გიორგის ხარდაჭერის და დახმარებით მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგება. გორის რაიონის სოფელი ხიდისთავი, ემზარი ჩიტუაშვილის მარანი, წარმოდგენილია პირველ რიგში ბიოღვინო, ხიდისთავური თავკვერი, გორული მწვანე ჩინებულის კუპაჭი, ნაზავი, მეოთხე წელია ბიოპროდუქციას ვაწარმოებთ. ვარ საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანების წევრი, მრავალი ფესტივალის მონაწილე, გამარჯვებული პრიზიორი. სოფელი ატენი წარმოდგენილი გვაქვს ატენური, გორული მწვანესა და ჩინურის კუპაჟი, წარმოდგენილი გვაქვს თავკვერი და წარმოდგენილი გვაქვს ჭაჭა სამი სახის 2015 წლის მოსავალი. ეს არის საოჯახო მარანის შატუ ატენი. Много работы, dziękujemy. Dziękuję. Всего доброго. Всего доброго, да, спасибо. Как вас зовут? Сталбер. Талмаджис. Сталбер. Да. Да, у присехеджи, прочитайте, у меня и так книга, у меня авторская, там посмотрите. Ეხლა 27 წელი აქ ამუშავდა, მე ამდენი ხალხი არც ერთ წელიწადს არ მინახე, რა წელს იყო, ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი. ხალხი ძალიან მოდის. მადლობა. ერთობას ახლაც ახლა დაინახეთ პოლონეთის დიდი ჯგუფი იყო, ჩამოსულები არა სპეციალურად ამისათვის. ძალიან კარგი, ეს წელიწად ჯორჯია სამჯერ ჩატარდეს ხოლმე, უკეთესი იქნებოდა, უფრო დავახლოვდებოდით არა მარტო პოლონეთ, არამედ ევროპის მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. ეს არის გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ინახება საკმაოდ ძველი ექსპონატები, მოყოლებული ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულიდან დღემდე და ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ექსპონატების და ამ მუზეუმის წარმოდგენა ამ გამოფენაზე, რადგან საჭიროებს პიარს და საჭიროებს იმას, რომ მეტი ადამიანი იცნობდეს ამ მუზეუმს, იმიტომ რომ ნამდვილად პოტენციალი არის ძალიან დიდი. ძევერის ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი. რემონტში ვარ, სკოლა ატარებს ჯავახიშვილის სახელს.